მოგწონს და გუში რო წახვედით, გადასარევად ეძინა. კაი ხანი. ანბანზე გამოწანწალეთ და ეძინა ამბობს. ხუთი მასაში აჩუქეთ ნუტრისო. და ჩათვალეთ რომ თქვენს უკეთეთ. ხუთი დღე უნდება ეს შეჭრებას. გამიჭირვეულობა ეს თუ რაღაცა თუ თავარი არის ისტერიული პერიოდი. თუ ამას გააკეთებს ხუთი დღის მერე ვინმანებით თავს. აქ მონაწილეებია ესეთი რომ გაკაჩავს ბოლომდე. ეხა ამას, იმიტომ რომ ერთხელ რო ვიყავით ქალბატონიასთან წინა მისვლას ეს იყო, როდის იყო ზუსტად. რატუნა იყო მგონი თვინახის? სადღაც ესე რა. 2 თვის არ იყო ჯერ. და რაღაც ეს ფეხები დაადებინე და იქ გასიმეტრია არისო ცოტა უკან-დაკოს და იქ მაინტერესებდა გამოვწოდა თუ ყველასა. ეს უნდა გითხრას მაინც, იმიტომ რომ მაინც საყურადღებო კონდეს ამ. და მაგაზე ძალიან ფიქრობ. ხო ურეცეპტოთ არის მე. ურეცეპტოთ არა თქო. მოსტელას ეთი ბავშვის მასაჟისტვის თქო უთხარია. ხო, აი, რაც არის წამონა. 18 ლარი ღირს თქო. არა, ეს ჩემ წამოზე კი. სორამის ტენია მე რა არა. და ყველაზე იაფიანი, ყველაზე სასარგებლო საფრანგეთიდან მოდის პირდაპირ ეგა. არის ეგა. ნარა ხვალ იმას ვიზავალ. 15 დღე და გამიწვიეს. აფტეხი ერთიანობა მარტო მე ვყიდულობ საქართველოში მაგას. იმიტომ რომ ალეკ გოლობა და ია მე დამინიშნო რომ შენ ხეს არ ჭირდება, აი ნახეთ ახლა ჩემ ხეს ჭირდება საფარი რომ ამასთან კავშირი მქონდეს. სხვა ზეთე ყველაფერი ფორებს არსებს, სუნთქვა უჭირს ბავშვს და მე ამის სუნთქვა შევაჩერო, ეცო. ას წელი კარგად იყოს. ეს არის ორი. მე და ყურე кайцკი მე პეპი. დიდებსაც უკეთებ, მასაშ მაგითი უკეთებ. ხوار გადაცთან ერწყმე. ხო, ერწყმე. მაშინ ასე უნდა ვქნათ. გამიჭიროთ. იმიტომ რომ ეს უკეთება საჭირო იყო. ის კაპიჩონი მეშვებოდა. წიწილა. გადაყლაპა? კი. ხო, ჩქარა გავაკეთე დახშენ ჭამალინა. დე. მეთქი რა ხმებს გამოცემს გული გამის. დე. ოხ, დაინახა ნათური. ხო. მერე აჩუქეთ ამას. ამისი არა. ბიბო. რა გიგალია ბიბულა? ნათულები გიგარია ბიბო. გაჩუქება. ანტიკვარია გან ესეთი. ჩვენ გვიგიდე, იმდენ ჩემს უკიდეს სახში იმხელა. ჩემ დიდი არ არის, მაგრამ გადაუგდია. რაღაც ბევრ სამთრე. დედამთილის ბრა გადაუგდია და ჩამოიტანა და ასე სამთრებით გააკეთა დედამთილა. ერთ-ერთი კარგი ამ სახში ეგ არისო დეა იძახის ჩემი შვილი. ისიც პაციენტებს ჩაკდა. გამაჯობადი? ეხა შიმშილის ისა აქ და დააქცევდა აქაურობას და ნახე რა თვინიერად არის. კიუ. ეთახთ რო არიან მოკავებული ეს მოსწონს. ესე იგი ამას თუ შეა ეს ამბავს ხავს? ვერ აგიხსნი რანაირად წერის და როგორ იმხრიწება. ქვედა გიყმოს ვარა კარგად დეას არის. ჩემი გოგო. აკანკალებს კიდე პუცალკდე. მეტყოდა. ხო და მე ვთქვი ამას რო შეამოგიყვარ მეთქი თუ მარაჭვე დაინახე. ხო არა სასწაულშვება. იცი დღეს დილთაც მაგალითად ისეთი როდა რომ ია გააღვიძა. სანამ გამოვედი ვაჭარი ხუნდა გაქვს და ეს ბოთლი გავაკეთო გააღვიძა ბები ამისი. წერა თუ არა? კენჭის გავლა მქონდა და სიცხეები მქონდა და ეს რა ქვია. მე თავშით გაშა სიმართლე გითხრათ დიდად არც მე არ მომდომებია რომ გამჩენო და ისა რა ვიცი რატო რაღაც. ცუდად მოვიქეც მართალია, მაგრამ მაინც გამიშ. ძალიან ბევრი მქონდა თავი. სწავლობ კიდე ისედაც მე გაგიშვებოდა. ძალიან ბევრი მქონდა. აი იყო მომენტები, რომ ცალიდან 100 მილიგრამს ვიწველდი. ებოის კაცი ვინა გამოწვევა. ერთი პაციენტი პანდა ერთი წელი დამტაჯა ქალაქი და ვერ გავწევდი. ძალიან ბევრს ჭამდა ბავშვი. თვითონ წიწველდა. ბერდრო თითქმის მიწევდა ხოლმე გამოწვევა, თორემ სიცხესაც წერდა. თან სწავლობდა მაგისტრატურას და საღამოს მიდიოდა დღე კიდე რაღაცებზე დარბა და
დავისვენი მინოსკა. ახლა ყველაზე მაგარი 9 თვისაა ფეხბურთი და ქუთაისში ვარ დასაფლავებაზე და დედამისი და ქმარი აქ რა ნახე. მემალებოდი. რომ მოვდიოდით ასე თქვა ჩემაშინა. თქვენ რომ მიდიხართ თუკრის ვინ მომიყვას და შენაკა. გაშიში ზეგალო სასწაულო თან გაჭრიკინებ გავხტარი საშინე. მე აყვა ძალიან მალე მეორე. მე ხარ ეს გუდათნება და ალბათ მოხდა რაღაცა და მოეშალა. შეიძლება და იმისი ასე უცებასობა. მერტმა გადმოხედა. ხო, ეგ მეც კატეგორიულად გამაფრთხილეს თან მისაკეის რომ აქ და რომ არ შეიძლება. ნები ბოთვალები გაისწორებე. გაისწორებე ბოთვალები. ბებოისი ხარო. ბებოისი ყვარო. ტოქსიკოზი ხომ მქონდა, მე ორჯერ გავცივდი. და გაიბოშტობა და მე ყელი მქონდა დამოკლებული, მე სიმფიზიტი მქონდა გაწეული და ის ყველაფერი. ორი თვე ვიწექი. ბოლო ორი თვე. კაკი პიცი. ნაბასკვები. პიცი არის რა. თავიდან პირველად რომ ვიწექით იქ რა ქვია სამშობლოში რომ ვიყავით, იამ რო ნახა. გერაგვარი ხარ? გაგნიძე. იამ რო ნახა, მითხრა ეგრევე რომ ცუდი ურსულობა გქონდა, რომ დახედე იმიტომ გამომშალი გქონდა კანდის ჭრელები გქონდა. აი გამომშალი მუსტელა პირველი წამო. ხო და ის რა ქვია, გადავიღეთ ენცეფალოგრამა გადაგვაღებინა, გადავიღეთ, მაგრამ კაი ბიჭი არის, ესე გიხდეს. კაი დრუნჩაო. ოპერაბუბიანიშვილები ცოტა არიან და კარგები. თქვენ ბაბუამისიდან ნახოთ. თქვენი მეუღლე? კი. იყო. გაერქვა. და ის თენკის იყო, თავს გავიხსენ ჩემ ქრისტმა კაცი. ბეძიშია კერძო სახლი. ნუქსარი იყო ეს. ხო, მშენებელი. ხო, ჩემ ქრისტმა კაცი იყო. ბიძაშვილები. აი, რა გეუბნები, ბუგენიშვილი ესეთი იშვიათი გვარი. მე რაღაცა, მაგის გარდაიცვალა ხო? კი. ძიძია გულით. არა, მაგას ხო ფეხი არ მოკვეთილი ქონდა თუ რაღაც და მე რემა თეთრ წყაროში მახსოვს მუშაობდნენ ერთად. აი მე როგორ მიყვარდა მაგას. გარებიძაშვილი იყო ეგ. ესეთი მხია სუფრის ბიჭი იყო. კი, ბუგიანიშვილები ყველა მასე არის. მეორე ცოლი ყავდა მგონი და ძალიან ლამაზი ხალი იყო მახსოვს ესე. სტუმრად იყვნენ ჩვენთან. იახი. მე ის მიყვარს რაღაცებს რო ცდილობს რო თქვას. მეორე გადაიწოლა ეს ახლა. მოგძო ტვინზე ქონდა სიმსივნე. რაზე? მოგძო ტვინზე. წელიწადი და ორი თვე გვაჩუქეს, არა ისე ციცოცხლე რა ვიცი მე. ნევნელა წაერთო ყველაფერი ჯერ მარჯვენა მხარე მე მარცხენა, მე მეტყველება. ისე სრულ გონებაზე იყო. ბებუკა. მე. ეს ისეთი დაავადება არაფერი. განდაგაჩას, როვიმე დაიწოწო. სუტყვილა ვიყავით თურქეთში. იძახობდა კიდევ სუტყვილა წამიყვანეო რა. პირველი 3 თვე მართალია ველოდით შეტექს, გითხეს რომ 3 თვის მერე იქნება, მაგრამ ტვინი არაურია, ხედავ. ჩემი მეზობელს ახლა თურქი თავიდან გაიგეს. თუთის იყო იქ შიგნიდან იკეტებოდა. მერე რო არა გვაქვს. რას ყოფოდი ოცრაუხებად. ხო და ეს ავერსის დაცვის უფროსი იყო ჩემი მეზობელი, ჩემ ქვევით ცხოვრობს და უცბად გაიგეს თავზე აურია. გებო აღმოაჩნდა. ეს მე ფილტვების. წაიყვანეს თურქეთში და ერთ თვეში ჩამოვიდა რეგისტრირებად ეს კაცი. მე კიდევ ფილტვებს ჩვენ ვერ შევედა პუკებით რა. ორი თვე იყო აპოლში. რა ვიცი იქნაცება. ვაი მოგებოს სიყვარულო. რა ვქნა, რატო არ გიშტები რო გიყვარდი? ეს ნახე, ეს კაცური ისენი იყო, აქ ნახე ეს ბიცეპსები და რა. ვაი ბებოს სიყვარულო. ჯერ დედობას. რო შეეჩვი მე. ახლა